რა შეიძლება ორსულობის დროს? აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია იმ ექიმთან, რომელიც თქვენს ორსულობას აკვირდება, რადგან თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ანამნეზის, ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის მიხედვით აქციალების სია შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. მაგრამ არის რაღაცები, რაც არავის არ შეიძლება. არ შეიძლება სუნთქომავნი ნივთიერებებით საყოფაცხოვრებო ქიმიით, მაგალითად, კედლის საღებავით ან შპალერის ძებუთი. ეს ნიშნავს, რომ რემონტის გაკეთება ორსულობის დროს საუკეთესო იდეა არ არის. არ შეიძლება მუშაობა ისეთ საწარმოებში, სადაც ჰაერში რაიმე შხამიანი და ორთქლოვანი ნივთიერებებია. მაგალითად, სტამბა, სადაც წიგნებს ბეჭდავენ. არ შეიძლება სეირნობა გზების გასწვრივ, ხოლო თუ საცობში ხართ, მანქანაში ჩართეთ ჰაერში და ცირკულაცია. არ შეიძლება პრესის ვარჯიში, ან ისეთი ვარჯიშების გაკეთება, რომლებიც მუცლის ხრუში წნევას ზრდის. არ შეიძლება ჩაჯდომები მით უმეტეს წონით. ორსულობის დროს ისედაც მუდმივი წნევა მენჯის ფსკერზე და ჩაჯდომები მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. არ შეიძლება ისეთი ვარჯიშები, როგორიცაა სირბილი ან ხტომა. ნებისმიერი ტატუაჟი უმჯობესია გადადოთ ცუძუთი კვების დასრულებამდე. ასევე არ შეიძლება ომი ან ცუდად მოხარშული ხორცის ან თევზის ჭამა. არ შეიძლება სპეციალურ დიეტაზე გადასვლა ექიმის ნებართვის გარეშე. სახლში ცხოველების შემდეგ დასუფთავება უმჯობესია ოჯახის რომელიმე წევრს გადააბაროთ, რადგან არსებობს ტოქსოპლაზმით დაინფიცირების რისკი. ნებისმიერი მედიკამენტი და ბადი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის ნებართვით. ეს აკრძალვები უბრალოდ ასე არ არის მოფიქრებული. მათი დარღვევა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე.